სამოქალაქო პრესა, ჟურნალისტი ნინო სალუქვაძე. ბატონო ბიძინა, როგორ ფიქრობთ, უნდა დადგეს თუ არა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლობის საკითხი, იმიტომ რომ თავის დროზე, როდესაც მაშინდელი ყოფილი პრეზიდენტის შეუერნესის პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგა, ამაზე ბევრი საუბრობდა, რომ მოყვა მას ძალიან ბევრი ცუდი შედეგი. თქვენ როგორც მოქალაქის ხელმძღვანელი, რას ფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით? მე ფიქრობ, რომ თუ იყო დამნაშავე, რა თქმა უნდა დადგეს. დაუსჯელობის სინდრომი თუ დარჩება ქვეყანაში, თუ ნახავთ, რომ არის დამნაშავე და ვერ ახერხებს საზოგადოება მის დაჟას, ეს შემდგომში გამოიწვევს მსგავსი ქმედებების განხორციელებას თუ გნებავთ. ამ კუთხითაც კი, როდესაც მე ვხვდებოდი ევროპელებს თუ ამერიკელებს, რომლებიც მიმტკიცებდნენ, რომ არ გაბედოთ და სააკაშვილს არ შეეხოთ, მე მუდამ პასუხობდი, რომ მე არ არის ჩემი გეგმა და არც ეხლაც იგივეს ვიმეორებ, ეს არ შედის ჩემს გეგმებში, რომ სააკაშვილი დააპატიმრონ. მაგრამ იქ ვპასუხობდი, თუ მათ აქვს დაშადენილი დანაშაული, როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ, რომ ესენი დარჩებიან და ვერ აგებენ პასუხს სხვა დანარჩენს რა უყოთ შემდგომ თაობებს, რომლებსაც თქვათ მართლობას ვაბარებთ. თუ ნახეს, რომ საზოგადოებას ეს ეპათიებს ხომ სწორი არ იქნება, მე გიერთები და ეს კითხვა მეც ესე გამაჩნია. მაგრამ უნდა მოხდეს ეს ცივილიზებულად. თუ ეს ესეა, უნდა მოხდეს ცივილიზებულად, ეს უნდა დაადგინოს კვალიფიცირებულმა გამოძიებამ და ეს უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ.